სიღნაღიდან მონტე-კარლომდე პირველი ქართველი ავტომობილისტი, რომელიც მონაკოს პრინცივით ცხოვრობდა და ჰოლივუდის კინოვარსკვლავის კლარკ გეიბლის ყოფილ ცოლზე იყო დაქორწინებული. დიმიტრი ჯორჯაძე, რომელიც მეგობრებისთვის ყოველთვის უბრალოდ მიტო იყო, კახელი მიტო, 1898 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში, კახეთის რეგიონში, ქალაქ სიღნაღში დაიბადა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო. სასტუმროების მსოფლიო ბრენდს, ამბასადორს მართავდა და არაერთი ავტორბოლის გამარჯვებული გახლდათ. მისი მამა ალექსანდრე ჯორჯაძე კავკასიის კავალერიის პოლკის ოფიცერი, შემდგომში დიპლომატი და ერთ-ერთი გამორჩეული მეღვინე იყო. დიმიტრი ჯორჯაძე იუნკერთა სასწავლებელში სწავლობდა. 1918 წელს, როდესაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, 20 წლის დიმიტრი სასწავლებლიდან თვითნებურად წამოვიდა და ბათუმის დასაცავ ბრძოლაში ქართულ კავალერიას მოხალისედ შეუერთდა. ერთი პერიოდი ბათუმის ადმინისტრაციის წევრიც იყო. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ იმ იმედით, რომ უკან მალევე დაბრუნდებოდა, ემიგრაციაში წავიდა. ცოტა ხანი თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ იტალიაში, სადაც ცნობილ იტალიელ ავტომობილელს ფეროჩიო ძანირატის დაუმეგობრდა. ავტომობილის მართვა სწორედ მისგან ისწავლა და თავისი პირველი მანქანა იტალიური ლანჩაც იმ პერიოდში იყიდა. იტალიიდან დიმიტრი ჯორჯაძე საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და კერძო ტაქსოპარკი გახსნა, სადაც მძღოლებად მხოლოდ ქართველები დაასაქმა, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებით. პარალელურად ავტოსპორტით იყო დაკავებული და სულ მალე პროფესიონალ ავტომრბოლელად ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო გზატკეცილების რბოლები, რომელიც ბელგიის საკურორტო ქალაქ სპას შემოგარენში ტარდებოდა და აღნიშნული ავტოდრომი ყველაზე სწრაფ ტრასად ითვლებოდა. 1921 წლის ივლისში მან სპა-ფრანკორშამის ტრასაზე Mercedes-Benz-ის მარკის სარბოლო მანქანით იტალიელ ფრედო ზენდერთან ერთად გრან-პრი მოიგო, როდესაც 2500 კილომეტრი 105 კმ/სთ სიჩქარით 24 საათში დაფარა. ამის შემდეგ მას ავტოსპორტში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც ვეფხის ტყაოსანს. მაღალი წრის საზოგადოებაში კი პლეიბოის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და თვითონაც აღიარებდა, რომ ქალები ძალიან უყვარდა. დიმიტრი ჯორჯაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი ოდრი ემერი გახლდათ. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილის თავადი დიმიტრი რომანოვის ყოფილი მეუღლე. ისინი 1927 წელს ინგლისში შეუღლდნენ. ქართველი თავადი ჯორჯაძე რომანოვის შვილის პაველის მამინაცვალი გახდა და მის აღზრდაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა დიმიტრისა და ოდრის ოჯახი მალე დაინგრა. 1940 წელს დიმიტრი ჯორჯაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა და ბუნჰოლის სახელით ცნობილი ისტორიული მნიშვნელობის მამული იყიდა. მე-17 საუკუნის პლანტაცია, რომელიც სამხრეთ კაროლინას შტატში, ჩარლტონის ოლქის ქალაქ მაუნთ პლეზენტში მდებარეობს და დღემდე ამერიკის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ჯორჯაძის ბუნჰოლის საჯინებოში რამდენიმე სუფთა სისხლის ცხენი ბინადრობდა. ავტორბოლის გარდა ქართველი თავადი დოღითაც აქტიურად იყო გადაცებული. მისი ცხენსაშენის მთავარი ვარსკვლავი ირლანდიური პრინც ეკელიო გახლდათ, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის თასი და ყველაზე სწრაფი ცხენის ტიტული 7-ჯერ მოიგო. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ჯორჯაძემ ბუნჰოლის მამული $100,000 გაყიდა. ძვირადღირებული იახტა კი თავის ძვირფას მეგობარ აიკს, ამერიკის შეერთებული შტატების 34 პრეზიდენტ დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერს აჩუქა, რომელიც იმხანად ჯერ ამერიკული არმიის 5 ვარსკვლავიანი გენერალი გახლდათ. სასტუმროების ბიზნესში ქართველი თავადი უკვე ნიუ-იორკში ცხოვრებისას ჩაერთო. ჯერ ამბასადორს მართავდა, შემდეგ კი ჰილტონის ვიცე-პრეზიდენტ სერჟ ობოლენსკისთან თანამშრომლობდა. მეორედ დიმიტრი ჯორჯაძე 1954 წელს დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული ინგლისელი მოდელი და მსახიობი სილვია ეშლი გახლდათ, რომელიც ჰოლივუდის ლეგენდის, ჩარლი ჩაპლინისა და მერი პიკფორდის უახლოესი მეგობრისა და კოლეგის, დაგლას ფერბენქსის ქვრივი იყო და იმხანად 10 ოსკარის მფლობელი კინოშედევრის, ქარწახებულების ვარსკვლავზე, ამერიკული კინოს სექს სიმბოლოდ აღიარებულ კლარკ გეიბლზე იყო გათხოვილი. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი სილვიასთვის მეხუთე ქმარი იყო, ამ ქორწინებამ გაამართლა და მათ თითქმის მეოთხედი საუკუნე იცხოვრეს ერთად. 1977 წელს კი სილვია ეშლი 73 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ბედის ირონიით ის ჰოლივუდის ვარსკვლავების სასაფლაოზე დაგლას ფერბენქსის საფლავის გვერდითაა დაკრძალული. თუმცა წარწერა მისი საფლავის ქვაზე იუწყება, რომ აქ პრინცესა, ანუ თავადის ქალი სილვია ეშლი ჯორჯაძე განისვენებს. თავადი დიმიტრი ჯორჯაძე კი 1985 წლის 26 ოქტომბერს საკუთარ 97 დაბადების დღეზე მონტე-კარლოში, მონაკოში გარდაიცვალა. ის საფრანგეთში, ქალაქ მენტონშია დაკრძალული. სამწუხაროდ მან თავისი უკანასკნელი ოცნება ერთხელ კიდევ ემოგზაურა საქართველოში, ასევე ვერ აიხდინა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკელმა მწერალმა გეილ ელტონ მეიომ დიმიტრი ჯორჯაძის შესახებ წიგნი დაწერა სახელწოდებით ვეფხისტყაოსანი, თავადი დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრება. სხვათა შორის არსებობს ვერსია, რომ მხატვარმა ირაკლი თოიძემ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ილუსტრირებისას ტარიელის პორტრეტისთვის სწორედ დიმიტრი ჯორჯაძე შეარჩია.